მოგესალმებით, დილა. დილით რო ყველა მძულს მგონი სახეზე მეტყობა. გიორგია მათემატიკაზე წავიდა, დათა წავიყვანე ინგლისურზე. აქ დილა იწყება ძირითადად ბუბუს საჭმელზე მოპატიჟებით. ბლინები გუშინ გამოვაცხვე. ყავა მოვიმზადე და გუშინდელ ვიდეოს ჩავუჯექი. სხვათა შორის ვერ გავითვალისწინე ტანსაცმელი და ძალიან ბევრი კადრი სამოჭრა მომიწია. ხან წელი მიჩანს და ხან რა. სხვა დროს უფრო მოწიწებით ჩავიცვამ, როცა დალაგების ვიდეოს ჩაგიძერთ. გავიდა 1 საათი. თვალის დახამხამებაში და მე უკვე ვემზადები, რომ დათა მასწავლებლისგან მოვიყვანო. ასე მივაღარაჭუნებდი თოვლში, მშვიდად წყნარად, ძალიან კარგი ამინდია, მიუხედავად იმისა, რომ თოვლია საერთოდ არც სივა. აგ ბავშვები მიირთმევდნენ და ბობო მათხოვრობს, რომ იქნებ ნამცეცი დაუვარდეთ და ეცეს, ანუ მაქსიმალურად სანამ არ გადაეწურება ხოლმე ბოლო იმედი, მანამდე თავის საჭმელს არ ჭამს. აქ გეპრანჭებოდით, არა უბრალოდ სარკეში ვიყურებოდი და ვწუწუნებდი, რომ ბევრი ჭაღარა მაქვს უკათა, ძალიან ავჭაღარავდი სადღაც 27 წლიდან უკვე. მომეღო ბოლო. აქ ჯემი ბუბუშკა რაღაცა მოწყენილია ხდება, რომ მივდივართ ვიცვამთ და სახლიდან გასვლის წინ რაღაც ეს მოისაწყლებს ხოლმე თავს. არ უყვარს ოდესაც გავდივართ, სამაგეროთ მოსვლის დროს არის ბედნიერი. აქ უკვე ბავშვების საოზმის შემდეგ დავიწყე ჭურჭლის დარეცხვა, მოწესრიგება და მას რაღაცა მინი დალაგება მოხდება ხოლმე ყოველთვის სამზარეულოსი. თან დროს ვაკონტროლებდი, სკოლაში წასვლამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 1 საათი და არ მინდოდა რომ გამპარვოდა ეს დრო ტყუილად, იმიტომ რომ ბავშვებს რომ გავუშვებ ხოლმე, მაგ დროს აბსოლუტური ნირვანა მაქვს საკუთარი თავისთვის. ვცდილობ ხოლმე რომ ყველაფერი მოვაგვარო, ყველაფერი თუ არა ძირითადი მაინც მოვიშორო, რომ შვიდად ვიჯდე ის 3 საათი დაახლოებით. ჩვენი სკოლა რემონტდება და დადიან სხვა სკოლაში, ამიტომ არიან მეორე სმენები და ერთი მხრივ კარგია ძალიან დილი თქმა არ გვიწევს. დილის ძის მოყვარული ხალხი ვართ, კი იცით უკვე ვინც გვიყურეთ. ამასობაში გავდივარ ბოლოსკენ. ბევრი არც არაფერი იყო დილით, რაც დაისვარა, მხოლოდ ეგ ერთი მარტივი წესი მაქვს, ხამე, ჭურჭელს არასოდეს ვტოვებ გასარეცხს. სხვა შეიძლება რაღაც დავტოვო, გასაკეთებელი თუ ძალიან მეზარება და ხდება ხოლმე ასე, რა თქმა უნდა, ხშირად, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ხან ისე ვართ და ხან ასე, მაგრამ აი ჭურჭელს არასოდეს ვტოვებ დასარეცხს, იმიტომ რომ დილით დალაგებულ სამზარეულოში უნდა შევიდე და ყავა მივირთვა. აქ ბავშვები შედიან და გადიან, შიგადაშიგ ვკონტაქტობდით. საუბრობდით, თან გიორგი ჩანთას ალაგებდა, ის ჩვენზე შედარებით უფრო ადრე გადის ხოლმე. თან ჩანთებს ალაგებდნენ ორივე, კი ვამოწმებ ხოლმე განსაკუთრებით პატარას ჩანთას, მაგრამ მირჩევნია ხოლმე, რომ დამოუკიდებლად გააკეთონ და აქედანვე მიეჩვიონ თავიანთი საქმის თავადვე მიხედვას. ამასობაში გაგვახსენდა, რომ დილით ვიტამინები აქვთ დასალევი და გამოცხადდნენ ადგილზე, სტარტზეა დათა უკვე. ექიმის დანიშნულებით, რა თქმა უნდა, D ვიტამინი, ომეგა და მსგავსი ბიოდანამატებით გადასარევად ვაგორებთ ხოლმე ყველა სეზონს, მადლობა ღმერთს. ჭურჭელს სპორტში გადავიდეთ გაზთან და ირგვლივ რაც აქვს ყველაფერთან, იმიტომ რომ კვერცხიც რომ შეწვა, ირგვლივ სულ ცხიმის შხეფებია და რაც უფრო ყოველი გამოყენების შემდეგ მოასუფთავებ, უფრო ნაკლებად ჯდება ხოლმე ცხიმი და თან სისუფთავესაც უფრო მარტივად ინარჩუნებ. რაღაცა გულიანად შემოვურბინე ვეტეოდი დროში და ამიტომაც თავი არ დავზოგე. ეს ქსოვილები მაქვს Greenway-სგან. ძალიან კარგებია მართლა, ჭურჭელი რაცაც არის დაწურული. ისიც Greenway-სია, 2 მაქვს ეგეთი, იდეაში ჩაის ტილოებია, მაგრამ მე ჭურჭელის დასაწურად ვიყენებ. წყალსაც ბევრს იწოვს, არანაირ სუნს არ იყიდებს, მით უმეტეს თუ სწორად მოული. ძალიან კომფორტულია და ძალიან მომწონს, თან ძალიან დიდი ხანია მაქვს. ჯერ მაგიდის ტილოთი გადავამშრალე, ავიღე ზედმეტი კაფი და შემდეგ უკვე მეორე ბომბა ტილო მაქვს. ძალიან მაგარია, გადასაპრიალებლად უკვე ვიყენებ ხოლმე აი ამას მწვანეს. დაურბენ ნებისმიერ ტექნიკას ზედაპირს და არ ვიცი, ფრთხილებს ხოლმე. გადავამშრალე, გადავაპრიალე საგულდაგულოდ. და მივედი უკვე რკინების გარეცხვაზე, რკინების სხვათა შორის აი გაზის ზედაპირს გულისხმობ. ძალიან არაკომფორტულია ერთიანი და დიდი რკინა გასარეცხად, გასახეხად, არც ნიჟარა შეეტევა, არც რაიმე თასში და ძალიან მწვალობ ხოლმე, ძალიან ნანო, რას ნანო პრინციპში 900 წლისა ეს გაზი.
არც კვდება რომ შევცვალო. ხოდა როცა შევცვლი აუცილებლად პატარ-პატარა არკინები რომ აქვს ხოლმე, აი ეგ არის უკომფორტულესი. აქ უკვე გავასუფთავე ზედმეტი ნარჩენებისგან ნიჟარა. გავიცბარემ, გავაცუნცულოთ და გავიტანოთ და მოვაშოროთ. რკინების მოხეხვის შემდეგ უკვე თავად ნიჟარას ვაწკრიალებ, ვასუფთავებ, ვამშრალებ. თითქოს მეორე წუთში იგივე არ იქნება და დღეს 1-4 ჯერ იგივეს არ გავიმეორებ. კარგი კი იქნებოდა ესე შენახვის ღილა კი ქონდეს დალაგებულ სახლს. ცოტა სამოვისუნთქევდით დიასახლისები, თუმცა მართალი გითხრათ მე ბევრად მირჩევნია სახლი დავალაგოს 3 ჯერ. ღრუბელიც გადავაგდე, ანუ ჭურჭელი, გაზი, ნიჟარა, ყველაფერი მოვასუფთავე და გავისროლე. მირჩევნია რომ სამზარეულო კი არა და სახლი დავალაგო 3 ჯერ დღეში, აი ძირფესვიანად, ვიდრე მაგალითად 1 ან 2 სადილი გავაკეთო. აი არ მიყვარს რა გავაკეთო. არ მიყვარს. მაგრამ რას ვიზამთ, მიყვარს თუ არ მიყვარს, მაინც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო ცხოვრების ყველა ეტაპზე და ახლა წასია, იმიტომ რომ ცხოვრობ მარტო. გავედი უკვე ბოლოში, აქ ქსოვილებს ვრეცხავ, უკვე ვაწესრიგებ სპეციალური საპნით. გიორგი უკვე გავიდა, შემომძახა. დროა წასვლისო და მეც უკვე ავაჩქარე კიდევ უფრო მეტად, რომ დავასრულო და პრინციპში დავასრულე კიდეც გადასარევად. მოვასწარი და კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. ოჯახ მაიგო ოჯახ. შენამდვილად დაიმსახურე ქალბატონო სახლში რომ მობრძანდები გემრიელი ყავა. ბარემეს დარეცხილი ჭურჭელიც დავამშრალი არ მიყვარს, როდესაც ზედაპირზე თუნდაც გარეცხილი ჭურჭელი ალაგია, ნუ ხანდახან მაქვს ხოლმე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში არა და ვიშორებ თვალიდან ყველანაირ ზედმეტნივთს ზედაპირებზე არ მიყვარს ზედმეტი ნივთები, მგონია რომ ქაოსი იწვევს, როგორც არ უნდა დალაგებული იყოს, თუმცა რა პრობლემაა, ვისაც არ აწუხებს, მე ჩემი ციკები მაქვს არა უშავს. მოვიდა კიდეც ჩვენი წასვლის დრო, ჩავიცვიუცებ და გავედით და აი როგორი მომენტია იცი სახლს რომ დაალაგებ და რომ აღარ გინდა ვინმე ცხოვრობდეს. შენც კი, მაიკო, შენც კი. და ბოლოს არხის გამოწერა რომ არ უნდა დაგავიწყეთ, ეგ ხომ იცით დროებით.